ახლა რადგან უკვე გავიარეთ ვიჯეტის კონფიგურაცია, მოვიწვიეთ აგენტი და შევქმნით დეპარტამენტი. მოდით გადავიდეთ ვიჯეტის მხარეს და ვნახოთ ვიჯეტის ინტერაქცია მომხმარებლის მხრიდან. ვებ-გვერდზე განთავსებულ ვიჯეტის პატარა ღილაკზე დაჭერის შემდეგ იწყება მომხმარებლის ავტორიზაცია. მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს მისი სახელი, შეიყვანოს ელფოსტა. და დააჭეროს გაგრძელების ღილაკს. ავტორიზაციის დასრულების შემდეგ იხსნება ვიჯეტი, სადაც ჩანს ხშირად დასმული კითხვები. გამოდის პასუხი დასრულ კითხვაზე დაჭერის შემთხვევაში. და ჩანს ასევე ოპერატორთან დაკავშირების ღილაკი. ოპერატორთან დაკავშირების ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება დეპარტამენტების სია. მომხმარებელი აირჩევს შესაბამის დეპარტამენტს და სისტემა ავტომატურად ქმნის ახალ inbox სამართალ პანელში. ავირჩიოთ მარკეტინგი და გავაგზავნოთ შეტყობინება. ახლა გამოვიყენებთ მოწვეული აგენტის ანგარიშს და ვნახავთ, რომ ახალი inbox-ი გამოჩნდება შენი პოსტის განყოფილებაში. სამართალ პანელში ნამდვილად შემოვიდა ახალი შეტყობინება, რომელიც არის შენი პოსტის განყოფილებაში და ასევე არის მოლოდინში, რადგან ჯერ ამ ეტაპზე უკავშირი არ მომხდარა. Inbox-ის შიდა გვერდზე ჩვენ ვხედავთ მომხმარებლის სახელს, მომხმარებლის ელფოსტას და დეპარტამენტს, რომელი დეპარტამენტის ქვეშაც შეიქმნა inbox-ი. და ასევე გვაქვს ნოუთების განყოფილება, სადაც აგენტს შეუძლია დატოვოს კომენტარი სხვა გუნდის წევრისთვის მითითებულ inbox-ზე. Inbox-ში ახალი შეტყობინების გამოჩენის შემდეგ პასუხის გასაცემა აუცილებელია, რომ აგენტი თავდაპირველად ჩატში ჩაერთოს და უნდა დააჭეროს დაკავშირების ღილაკს. პასუხის გაგზავნის შემდგომ კი ნახოთ ვიჯეტის მხარე. შეტყობინება ნამდვილად შემოვიდა და მოდით ახლა ამ ყველაფერს შევხედოთ ადმინისტრატორის ანგარიშიდანაც. როგორც ხედავთ, inbox-ი შემოსული არის ყველა პოსტის განყოფილებაში. აქ ადმინისტრატორს ასევე შეუძლია, რომ დაკავშირდეს და ჩაერთოს ჩატში. ჩანს აგენტის მიერ დატოვებული შეტყობინება და ჩანს ასევე ინფორმაცია მითითებული მომხმარებლის სახელი, ელფოსტა და ასე შემდეგ. Inbox-ის დასრულების შემთხვევაში აუცილებელია, რომ აგენტმა დააჭეროს მოგვარების ღილაკს. ჩატი დასრულდა, წაიშალა შენი პოსტიდან და გადავიდა მოგვარებული inbox-ების სიაში. ახლა შევამოწმოთ რა ხდება ვიჯეტის მხარეს. გამოდის ინფორმაციული შეტყობინება, რომ საუბარი დასრულებულია, inbox-ი დახურულია და ახლა უკვე მომხმარებელმა უნდა შეაფასოს inbox-ი და გაგზავნოს რეიტინგი.